მოგესალმებით, ეს არის ჩემი ბლოგი, ნატენი ჟარაძის ბლოგი, კითხვები და პასუხები. მე დავიწყე ახალი მიმართულება, ეს არის პროფესია ექიმი, თუმცა ალბათ დროთა განმავლობაში სხვა პროფესიის შესახებაც ვისაუბრებ. ჩემი თანამშრომელი, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის რეპროდუქტოლოგი, მიანგინეკოლოგი, ქალბატონი თამარი ნადირაშვილი მინდა გაგაცნოთ, რომელიც საქართველოში ბელორუსიდან ჩამოვიდა, ის დაუბრუნდა თავის ფესვებს. თავის დროს ეს ინფორმაცია გავიგე, თამარ როცა გავიცანი 3 წლის წინ, როცა GGR-ში დავიწყეთ მუშაობა, მაშინ ისეთი აქტუალებული ვიყავ, იმიტომ რომ აყალობის შესახებ ძალიან ემოციურად ყვებოდა. ეს არის მისი სამშობლო, დედით მამით ქართველია, უბრალოდ ცხოვრობდა ბელორუსიაში. ხო მართალია ყველაფერი ხო სწორად თქვით? უბრალოდ იმის გამო, რომ იქ იზრდებოდა ქართულთან დაკავშირებით, ცოტა პრობლემები ჰქონდა ქართულ ენასთან დაკავშირებით, ოღონდ აი ძალიან მონდომებით ეს ადამიანი მუშაობს თავის თავზე სულ. და თუ შეიძლება ადამიანი იყოს მიზან დასახული, ჩაიფიქროს რაღაც და აასრულოს, ეს არის თამარა. სულ ახტოვანებაში მოვყევარ მის შესრულებისკენ სწრაფვას. უბრალოდ აი პროფესიასთან დაკავშირებით, რომელიც მან აირჩია და მის ცხოვრებასთან დაკავშირებით, თვითონ ისაუბროს, მე მგონი ჯობია. თამარა, გამარჯობა. გამარჯობა. მოდი ვთქვათ, პროფესია, რომელიც გაქვს. რა იყო მოლოდინები და როგორი აღმოჩნდა? ყველას ამ შეკითხვას ვიწყებ თავიდან, ანუ რას ელოდი, როცა გადაწყვიტა, მე ვიცი რომ დედა ექიმი ყავს. შესაბამისად, შენ ამ პროფესიის შესახებ იცოდი. უბრალოდ აი რა მოლოდინები ქონდა და მე როცა უკვე აიხა, შეეჯახე ამ რეალობას, სანამ დაალაგდებოდა, აი რა გზები გაიარე, რამდენი რთული აღმოჩნდა. ჩემი არჩევანი სავარაუდოდ არ იყო ეს, იმიტომ რომ დედა ჩემი ექიმი არის, მამა ჩემი 3-ჯერ აბარებდა სამედიცინო უნივერსიტეტში, ვერ მოეწყო და და ამ საბუთები გადაიტანა ზოოვეთში, ანუ ვეტერინარულ აკადემიაში და გააგრძელა თავის მოღვაწეობა სხვა გზით. და ეთყობა მამა ჩემის სურვილი იყო დიდი, რომ ექიმი ყოფილიყავი მეც და ჩემი დაც და ორივე ჩავაბარეთ სამედიცინოზე. ეს არ ვიცოდი, რომ დაც ექიმია. მოკლედ ექიმების ოჯახში ხარ. დიახ. და მე თუ ვისაუბრებ ჩემ სურვილებზე, ბავშვობაში ვცეკვავდი, მღეროდი, ძალიან მომწონდა სასტუმროში მუშაობა, რატომღაც მამა ჩემს თხოვდი და იქნება ადმინისტრატორი ვიყო სასტუმროში, იმიტომ რომ მომწონდა კომუნიკაცია ხალხთან, კი საზოგადოებასთან და აი რაღაცა აი სტუმრები და ეს რაღაცები მომწონდა, მაგრამ დედჩემთან რომ დავდიოდი სამსახურში, დედჩი მე იყო მთავარი ექიმი დიდი სამშობიაროს ხო? ხო სწორედ ვამბობ. აბსოლუტურად. ფანტასტიკურად, ანუ შენ გაქვს ძალიან დიდი ნახტომი მეტყველებაში, თამარ ნამდვილად სერიოზულად. რო ჩამოხვედი 3 წლისდან, აბსოლუტურად სხვანაირად საუბრობდი და ეხლა ხტონებით გისმენ, იმიტომ რომ აი გრამატიკულ შესწავლას სამწუხაროდ არ საუბრობდით ოჯახში ქართულად, იმიტომ რომ დედა ჩემსავით ბელორუსიაში გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ქართველია, მაგრამ ანუ ცუდად საუბრობდა ქართულად და რუსულად იყო დიდად საუბარი ოჯახში და ენა ვისწავლე დიღმის მასივში, რო ჩამოვდიოდი ბაბაჩემთან ეზოში და ანუ როგორც ვისწავლე, ისე ვისწავლე. ეხლა ვითარდები თანდათან დიღმის მასივში კინოსტუდიასთან. ეს არის ისეთია დიღმელები ამბობენ რომ ეგ არის ნამდვილი დიღომიო ვაფშე ვიცოდე რა ეს იყო ჩემი თბილისის ბავშვობაში დიღმის მასივის გარდა მე მგონი არაფერი ვიცოდი მოკლედ და დედა ჩემთან ერთად რო დავდიოდი სამსახურში ძალიან მომწონდა აი მთავარი ექიმი რო იყო რაღაც თეთრი ხალათები აი ეს დედა ჩემი ცოტა მკაცრი ქალია და რაღაცა მომწონდა ის და დედა ჩემს ვეკითხებოდა მთავარი ექიმი რო იყო ეგრევე შეიძლებაო და ექიმი ანუ ეს უფრო ადმინისტრაციული ნაწილი მომწონდა. არა და რო გავიზარდე, არნაირი ამბიცია არ მაქვს უკვე ამისი და მომწონს ის რომ ექიმი ვარ ადამიანების რომ აქვს ეს საშუალება რომ დავეხმარო ადამიანს თუ შემიძლია რამეთი და საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა რამ ხრივ. როცა გაქვს საშუალება რომ დაეხმარო და აკეთებ ყველაფერს, ზოგჯერ გამოგდის, ზოგჯერ არ გამოგდის. როცა გამოგდის, კი რა თქმა უნდა, მხიარულია დიდი ჩვენთვისაც, ასევე პაციენტებისთვის, მაგრამ როცა რაღაცა არ გამოდის, პაციენტებს არ ვიცი რამდენად ჯერათ, მაგრამ ჩვენი დარდიც არის ეს და ღამეც მესიზრება ემბრიონები, ღამე მესიზრება ემბრიონის გადატანები, და ეს როგორ იქნება წარმატებული თუ წარუმატებელი მცდელობა და ძალიან სანერვიულო არის. ასევე სულ კონტაქტში მუდმივად უნდა იყო პაციენტთან, ესეც არის ჩემთვის ძნელი იმიტომ რომ პირადი ცხოვრება გვაქვს ჩვენ ყველას. აი მეინტერესებს ზუსტად პაციენტების დამოკიდებულება ექიმის მიმართ. მეორე შეკითხვა აი ესე მინდა რომ როგორ აგვიქვავს საზოგადოება ჩვენ რამდენად სწორია მათი შეხედულება ექიმის მიმართ.
დიახ. შენ ამას შეეჯახე, იმიტომ რომ ჩამოხვედი სხვა რეალობიდან, თუ იქაც იგივეა. იცით რა, იქ იმდენად არა. იქ ისე მუდმივად ექიმი არ არის კონტაქტზე პაციენტთან, უფრო რაღაც აი დისტანცია არსებობს და სამსახურში ექიმი ვარ, სახლში უკვე შემიძლია დავისვენო. თუ რაღაც რა თქმა უნდა გადაუდებელი სისხლდენა ან რაღაც პრობლემა ხდება, რა თქმა უნდა, ყოველს აქვს. მაგრამ იქ არის კლინიკაშიც კოლ-ცენტრები, იქ უკავშირდებიან სხვა ექიმებსაც შეიძლება პაციენტი. აქ ჩამოვიდი, ნუ სხვა რეალობა არის და მივეჩვეო მაგ რეალობასაც, რომ მუდმივად პაციენტთან კონტაქტი უნდა მქონდეს. თუმცა ვთხოვ ყოველთვის პაციენტს, რომ მესიჯი მომწერეთ და არა დამირეკეთ, იმიტომ რომ სულ მუდმივად ტელეფონი ვერ მექნება ხელში. ისედაც იმდენად აი გავრცელებული არის სოციალური ქსელები, ბევრი ტელეფონთან ანუ კავშირი და მე მაგალითად ვიღლები ამით, იმიტომ რომ სახლში დედაც ვარ, რა ვიცი, ჭამს საჭმელს. ხო და ამის გამო საჭმელსაც ვაკეთებ და რაღაცა სხვასაც და სულ ტელეფონი ხელში არ შეიძლება რომ მეჭიროს და ზოგჯერ დასვენებაც მინდა, თუმცა მესმის პაციენტის, რომ მათთვის ვარ მე ექიმი და სულ მუდმივად შეიძლება უნდოდათ ჩემთან კონტაქტზე რო იყვნენ. სანამ გადავალთ, ანუ გარდა იმისა, რომ ადმინისტრატორი გინდა და ყოფილიყავი პროფესია, როგორ ფიქრობ? სხვა პროფესიაში უფრო წარმატებას მიაღწევდი? იცით რა, საკმაოდ ისეთი ორგანიზებული ვარ, ჩემი აზრით, მივაღწევდი ბევრ რაღაც სფეროში წარმატებას, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ სურვილი უნდა იყოს დიდი და შრომა უნდა იყოს, ხო, ჩადებული ამაში და ნებისმიერ სფეროში. ნუ მათემატიკოსი ვერ ვიქნებოდი, ფიზიკოსი ვერ ვიქნებოდი, მაგრამ აი ის რაც მომწონდა გარდა ექიმობის, მე მგონი, ნუ მივაღწევდი. ტურიზმში იქნებოდი ესე. სიამოვნებით კი. სიამოვნებით. ანუ შენ იქნები მენეჯმენტი, აი ხალხთან ურთიერთობა, ეს რაღაცები მეხერხება და მომწონს. სიამოვნებას ვიღებ ამით. ვიცი რომ ამის გარდა რაღაცა ბევრ რაღაცას ცდილობ რომ გქონდეს ცხოვრებაში, რაღაცა ცეკვავდი კიდეც, აი ეს ყველაფერი აი ესე, რატო რამ გამოიწვია რომ ეს ყველაფერი გინდა და მოგესინჯა? ანუ სურვილი გაქვს არ ყოფნის ის, ანუ აი საკმაოდ აქტიური ადამიანი ვარ, ბავშვობიდან ვიყავი აქტიური, ნებისმიერი სპორტი, ცეკვა, სიმღერა, ყველაფერი მაინტერესებდა და ყველაფერზე დავდიოდი, ну თანდათან. საქართველოში ჩამოვიდა გადაწყვიტა რომ ქართული ცეკვა ესწავლები. იმიტომ რომ იქ არ მქონდა ამის საშუალება. იქ ამის საშუალება არ მქონდა. მოსკოვში, რუსეთში შეიძლება ბევრი ქართველი ცხოვრობდა და ამის გამო რაღაც წრეებიც არსებობდა ბელორუსეთში. ბელორუსი იმდენ პოპულარული არ იყო ქართველებისთვის და ანუ ეს წრეები არ არსებობდა. აქ რო ჩამოვიდა, ეგრევე დავიწყე ცეკვაზე სიარული. ცეკვას. ოღონდ როცა ვიკრებებით ხოლმე, მაგალითად არც ცდილობს თავი. პერფექციონისტი ვარ სამწუხაროდ და თუ რაღაცას ვერ ვაკეთებ კარგად, ჯობია რომ არ გავაკეთო. მოდი, ვთქვათ, ეხლა დედა როცა ხარ, იმიტომ რომ ყავს ერთი შვილი ვიცი რომ დიდია, უკვე თავის პროფესია აქვს, თავის ცხოვრება აქვს, თუმცა ყავს მეორე პატარა, შედარებით, რომელსაც უფრო მეტი შენი ყურადღება სჭირდება. აი, რამდენად ახერხებ ამას პროფესია, რომელიც მოითხოვს ძალიან დიდ ყურადღებას პაციენტების, მე ვამბობ, თავისი მიმართულებით, რამდენად გაძლევს დროს, რომ იყო დედა ზუსტად ამის გამო ვთხოვ პაციენტს, რომ აი რაღაც მესეჯების რეჟიმში ვიყოთ და როცა ვარ თავისუფალი, აუცილებლად გიპასუხებთ, იმიტომ რომ რაღაცა აი 5 საათის შემდეგ ცოტა მინდა რომ ადამიანიც ვიყო ქალი, დედა და ასე შემდეგ. თუმცა მე ვერ ვუთმობ ჩემ შვილს, ანუ ერთს რა თქმა უნდა ჩემი ყურადღება იმდენად აღარ სჭირდება, მაგრამ მეორესაც ვერ ვუთმობ იმდენ დროს და ქართველი დედა და დედა რომელიც ქართველია, მაგრამ გაიზარდა სხვაგან, არა ქართველი დედა ცოტა განსხვავება არის, იმიტომ რომ აი განსხვავება წარსული საქართველოში რამაც ეს შენი ყურადღება მიიქცია. ზედმეტი დედა. ქართველი დედა. ნუ ზედმეტად გადაყოლა, ხო? ზედმეტად გადაყოლა, კი, ეს რაღაცები მე არ ვამბობ რომ კარგია, შეიძლება ცუდია, მაგრამ ნუ არ ვარ მე ესეთი დედა. საკმაოდ დამოუკიდებელი არის ჩემი უმცროსი ბიჭი და თავისით არის და რაღაცა რა თქმა უნდა ტელეფონზე კავშირში რადგან თავის დავადგვართ, მაგრამ ნუ არ თვლი რომ მithumetes ბიჭი არის და არ თვლი რომ აი სულ რაღაც ჩემი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს დამოუკიდებლობას ვაძლევ. მე თვლი რომ კარგი დედა ვარ, არ ვიცი, ეს გიორგის უნდა შევეკითხოთ როგორი დედა ვარ, ან ლაშას უფროს უნდა შევეკითხოთ როგორი დედა ვიყავი, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან კაი დედა ვარ, იმიტომ რომ არ ვერევი მათ ცხოვრებაში. კი. არა, და კომფორტული ხარ უგარებ ყველა პრობლემას, რომელიც შენამდე მოდის და ცდილობ რომ დამოუკიდებლობას მიეჩვიოს. ჩვენც ესე გვინდა, ოღონდ გვინდა ერთია და მეგონი შენც არ ხარ ზედმეტად. არა, მე პირიქით ზედმეტად შევდივარ მათ ცხოვრებაში და იქიდან მე ჩემი გამოტენა ხდება ხოლმე. თან ისიც ფაქტორიც არის რომ ჩემი შვილები იზრდებიან მამის გარეშე და ანუ ესეც რაღაცა თავის ფაქტორს თავის აძლევს რაღაცა გავლენას ამაზე. დედაც ვარ, მამაც ვარ. ბელორუსიაში რო დარჩა ჩემი მშობლები, ანუ ბებიაც და ბაბუაც ვარ აქ და ყველაფერი მათთვის.
ყოველთვის. ხო, თუმცა მე ვიცი რომ შენ ხარ ძლიერ ოჯახში გაზრდილი, ანუ მამა ყოველთვის იყო ძალიან ყურადღებიანი, დედაც და ზედმეტად ქართულად ყურადღებიანი იყო მამა. ქართველია და ეხლა შენ ლაპარაკობ. დედა არა ქართულად უზედა. ანუ ხო, გასაგებია ქართულობა ნიშნავს ზედმეტ გადაყოლას ესე ვთქვათ, შეიძლება საჭიროსაც არ იყოს. ანუ მაინტერესებს ანუ ბავშვების მხრიდან ანუ თავისუფალი დრო შენთვის. თუ ხდება და აი რას ისურვებდი, აი რა გინდა, როგორ ფიქრობ, აი როგორ შეიძლება განვითარდეს, ანუ გაქვს პროფესია, ხარ ამ პროფესიაში, რამდენად გიწევს სწავლა, გინდა რომ კიდე ისწავლო, ანუ აი ეს არის პროფესია, რომელიც სულ რაღაცას გასწავლის, მე ვიცი რომ შენ თვითონ ატარებ ტრენინგებს, ხელმძღვანელობ განყოფილებას, მე მოსმენილი მაქვს შენი ლექციები, აქაც როცა ხდება განხილვა დაუშვათ პაციენტების, ანუ რეალურად საკმაოდ ბევრ დროს უთმობ პროფესიას. დიახ. პირადი ცხოვრებისთვის თუ გრჩება და აი როგორ რას ისურვებდი? კი, მრჩება პირადი ცხოვრებისაც დრო. რა რთულია იყო ექიმი, რა მარტივად ვთქვა. არ მგონი რომ ისეთი რთული იყოს, რა ეს სხვა პროფესიასთან რო შევადაროთ, ანუ ყველას თავისი რაღაც დეტალები არის და რაღაც მომენტებია პროფესიაში. არ არის ჩემთვის რთული ჩემი პროფესია, სიამოვნებს უბრალოდ, აი ძალიან ბევრ ხალხთან თუ მაქვს დღის განმავლობაში კონტაქტი, დღის ბოლოს ხვდები რომ ის თამარა ვეღარ ვარ ყველა პაციენტისთვის სამწუხაროდ, იმიტომ რომ მინდა რომ ყველას აი დრო დაუთმო, ყველა შეკითხვაზე ვუპასუხო, მაგრამ ჩემ თავზე მუშაობა ყოველთვის ეუბნები რომ ეს პაციენტი არაფერ შუაში არ არის ის რომ შენ 30 მიიღე მანამდე ანუ ის იმასაც უნდა იგივე არის ყურადღება ვცდილობ შეიძლება ზოგჯერ არ გამოდის და ბოდიშს გიხდით მაგრამ ვცდილობ რომ ანუ ჩემ თავზე ვიმუშაო პაციენტი რომ შემოდის და ძალიან დაღლილი ვარ და აღარ მინდა საუბარი არაფერზე ყოველთვის ჩემ თავზე ეუბნები რომ აი სცადე ცოტა ხანი რომ აი დამშვიდე და მაგასაც დრო დავთმე. რა გეხმარება ეგეთ დროს ბუნებაში გასვლა, სეირნობა? ზოგადად არა როგორც ექიმი, აი როგორ ცხოვრობ. კი. ამ ბოლო დროს ძალიან შევიცვალე, ბოლო წლები, 3-4 წელი, სავარაუდოდ ასაკითხავისაც საქართველოში დაბრუნება კი, სხვა ხალხთან ურთიერთობამაც ეტყობა. უფრო იცით როგორი გავხდი საქართველოში რომ ჩამოვედი. ბევრ რაღაც კატეგორიული ვარ სამწუხაროდ ბევრ რაღაცებში და აი რადიკალური ხო და ცოტა ისეთი აი შერბილება აი სიტყვას ვეძებ ქართულად და ვერ პოვლობ მაგრამ არავის გამ მოკნილი კიდე იყო დიახ და აი რაღაცე ტოლერანტული ხდები რაღაცებთან რაც შეიძლება ნერვს მიშლა და ძალიან 5 წლის წინ დღეს სიამოვნე შეიძლება არ მივაქციე ყურადღებას საერთოდ და ვიფიქრე რა პრობლემა არის თამარა არის ფსიქოლოგი ზურამ ხეიძე რომელიც ჩვენ სამსახურში მუშაობდა ჩვენ შეხმარება ხოლმე გარდა იმისა რომ პაციენტებს 500 დაგიწერდა 16 წლიდან მილიონერთი ტრენინგი მაქვს გავლილი ფსიქოთერაპია, ფსიქოანალიზი და გეშტალტერაპია და ბევრი რაღაცა. საკმაოდ ეზოტერიულიც ვარ, ანუ რაღაც საკითხებში და ან რაღაცა სხვა თემები მაინტერესებს და ბევრს ვკითხულობ მაგის შესახებ. ძალიან მიყვარს ბუნება, მიყვარს სეირნობა, მიყვარს ცეკვა, მიყვარს სიმღერა. სამწუხაროდ ვერ მღერი, მაგრამ სიამოვნებით ვუსმენ და როცა არავინ არ მისმენს, მაშინ მღერი კიდევაც. ქართული ანსამბლების ძალიან დიდი გულშემატკივარია, ხშირად დადის ხოლმე და უსმენს, ესე რომ ვინც მღერით და იცით ანსამბლები გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება ხშირად ნახოთ ხოლმე. პენსიაზე რო გავალ. აუცილებლად უნდა ვისწავლო ფორტეპიანოზე დაკვრა და აი დავტკბე ქართული სიმღერით, იმიტომ რომ მახსოვს რომ ჩემ მულის ოჯახში რო ვიყავი, ყოველთვის იყო სიმღერა, პიანინო, დიმპიტაური და ეს დრო მახსენდება ძალიან კარგად. ხო, მული ქართული იყო. ეხლაც ურთიერთობთ სიამოვნებით, მაგრამ აღარ მღერის ხათუნა სამწუხაროდ. ამიტომ მის მაგერად მე ვისწავლე და მე გავაგრძელე. просто ეხლა დრო არ მაქვს. როდის მე ხო გექნება. მოკლედ, გაგაცანით თამარა ნადირაშვილი, ადამიანი, რომელიც თავის პროფესიის ერთგულია ძალიან, თუმცა ახერხებს იყოს კონდეს რაღაცა პირადი ცხოვრება, ამ ყოველთვის მიიღმა წარმატება მიტა უსურვა, ძალიან დიდი მადლობა შენ. მადლობა თქვენért. დავანახეთ შენი თავის საზოგადოებას. ნახვამდის, სხვა იქნებს გაგაცნოთ. პროფესია ექიმი იყო ჩვენი ბლოგის სათაური დღეს. გაგაცანდებოდეთ. ნახვამდის.